ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც ჯაზის ქართველი და დასავლელი მიმდევრები თამაზ ყურაშვილს კარგად იცნობენ. დასაწყისში მას სწორედ კონტრაბასზე მოუწია არჩევანის გაკეთება, რაც რამდენიმე ცნობილი პერსონის რჩევით მოხდა. თამაზ ყურაშვილი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც თავის ინსტრუმენტთან ერთად კარგად ახსოვს სამამულო ჯაზის განვითარების პრაქტიკულად ყველა ეტაპი. უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ჩემი მეგობრები ჰენრი ლოლაშვილი, ცხოვრებული ჩემი ვაგიფ მუსტაფაზადე, ესე იგი მან მირჩია პირველმა, რომ ეს ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, ჩემი ინსტრუმენტი გამختارიყო, ვინაიდან იმ ფუნქციას, ბანის ფუნქციას გძნობდი აშკარად, ვიდრე სხვა ფუნქციებს და ეს იგზო ვაგიფმა და მთხოვა, რომ ესე შენს დაიწყე შენთვის მეცადინეობა. დავიწყე და მე ვკითხე, რამდენ ხანი დაჭირდება. მარტო ამის სწავლა ძალიან რთულია რა. პედაგოგთან დავიწყე კერძოდ მეცადინეობა. მე ამ პედაგოგმა მაიძულა კონსერვატორიაში ჩამებარებია და ერთი 10 თვის თავზე, როცა ჩამოვიდა ვაგიფა გასტროლებიდან, მე უკვე რაღაცას უკრავ. და აუკვირდა, რომ ძალიან მომინდომები ეთყობა. ჯაზი რომ მისთვის მაგისტრალურ ხაზად იქცეოდა, ეს უკვე 7 წლის ასაკში გაირკვა დასავლური რადიო ტალღების მეშვეობით. მუსიკას, რომელიც მაშინ საქართველოსთვის იმპორტულ პროდუქტს წარმოადგენდა, თამაზ ყურაშვილის ოჯახში გვიანობამდე უსმენდნენ. თუმცა ამის გამო სკოლაში დაგვიანებისა და გაცდენის პრობლემები არასოდეს ჰქონია. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც საბჭოური იდეოლოგია დასავლურ მუსიკაზე სერიოზულ აკრძალვებს აწესებდა და ყველაფერ პროგრესულს ახშობდა, მათ შორის რადიო ტალღებს. რადიოლა შეიძინეს მშობლებმა მირი, რომელიც ძალიან კარგად იჭერდა ამერიკის ხმას. კერძოდ უილის კანოველის გადაცემა იყო პირველი 15 წუთზე, 45 წუთიანი გადაცემა ყოველდღიურად. ყოველდღიურად მე პირველის მერე ვიძინებდი. მირის შიგნეულობა იყო გერმანული ფაქტიურად, დინამიკების ტელეფონკენის და ეს ხარისხი ნამუშევარი იყო ძალიან. ეხაც მაქვს ის შენახული. შემდეგ ჩემი ძმა აგროვებდა ფირფიტებს, მოყვარული იყო, უსმენდა ჯაზს. და მე დავიწყე ეს მოგროვება ფირფიტების ჩანაწერებს. მაგალითად, მე მაქვს უნიკალური ფირფიტა. ასეთი ალბომია ჯანგო რეიხატის. ეს ცნობილი გიტარისტი იყო, ეს არის ისტორია საერთოდ, არა მარტო ჯაზში, არამედ საერთოდ სასიმფლევლოში. ეს ალბომი არის უნიკალური რა, ჩემო მეგობარმა ჩამოვიტანა. ეს იყო ეს მაშინ ამის შოვნა იყო პრობლემა. დიდი ხნის წინ არის გამოშვებული 53 წელს. გარდაიცვალა ის. არის კიდე ესეთი უნიკალური ფირფიტები, რა ვიცი, ამ ფირფიტებს ეს პროსტა მე არც უსმენ ამას უბრალოდ. არის რაღაც ესეთი სუვენირად არსებული ხა, იმიტომ რომ ჩანაწერები მე მაქვს ძალიან ბევრი თანამედროვე, რომელიც ამას ინფორმაციის ხრი ის უფრო საინტერესოა ვიდრე ეს. თამაზ ყურაშვილი ერთ-ერთია იმ მუსიკოსებს შორის, რომლებსაც არამხოლოდ კარგად ახსოვთ ბარათაშვილის ხიდისა და კლუბის ისტორია, არამედ ამავე ისტორიის მონაწილეებიც არიან. ამ კლუბმა საბჭოთა სისტემის დროს აკრძალული ჯაზის საქართველოში განვითარებისთვის სერიოზული ხარკი გაიღო და თბილისში ყველაზე ინტელექტუალური მუსიკის დამკვიდრების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად იქცა. იყო ისეთი საღამოები. შემდეგ მე დავიწყე მოწვევა მუსიკოსების ბალტიისპირეთიდან, მოსკოვიდან. ამას მოყვა ფესტივალი 78 წლის. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა ეს იყო ჩვენი ინიციატივა და ძირითადად ინიციატივაზე იყო დაყრდნობილი ეს პროცესი. ეს კომკავშირი გვეხმარებოდა მაშინ. და კომკავშირში მუშაობდნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ გატაცებული ჯაზს უსმენდნენ და გარკვეულწილად მათი დახმარებაც ჩანდა ამაში. შემდეგ დამთავრდა ეს ბარათაშვილის სიტუაცია, არც კლუბია, არცად არ უკრავენ. მართალია ჯაზი იგრძალებოდა, თუმცა საქართველოს უკვე 70-იანი წლების ბოლოდან მასშტაბური ჯაზ ფესტივალების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. ამავე მოვლენების აქტიური მონაწილე თამაზ ყურაშვილიც იყო, რომელიც ამავე 70-იანი წლებიდან არამხოლოდ სამამულო, არამედ დასავლურ ფესტივალებშიც იღებდა მონაწილეობას. ასეთი საფესტივალო გასვლები საბჭოთა პერიოდში მას საკმაოდ ძვირად უჯდებოდა. მე გავხდი გოსკონცერტის სოლისტი და იქიდან იყო ძირითადად საფესტივალო ფორუმებზე მიწვევა რა. აქედან მე არასოდეს არც საბუთები გამიფორმებია და კულტურის სამინისტროდან არასოდეს არ გავსულა. იქ მიდიოდა პირდაპირ მოწვევა, განაცხადი პიროვნებაზე და შემდეგ ისინი საბუთებს აგროვებდნენ,
აფორმებდნენ, ჯერ აქედან იყო ფილტრი, შემდეგ მოსკოვში და ამას ელოდებოდი ერთი თვე რა დაახლოებით, მეტი თუ არა. იგი დიდი ხანია ბასისტების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც როგორც დასავლურ მედიაში აღნიშნავენ ზედმეტი რეკომენდაციები ნამდვილად ასჭირდება. როგორც თავად ამბობს, კონტრაბასთან მისი ურთიერთობა თბილი და მეგობრულია. 50-იანი წლების ინსტრუმენტთან თამაზ ყურაშვილი დიალოგს ხშირად მართავს. ხანდახან კი ორივეს კონსენსუსამდე მისვლაც კი უწევთ. აი ეს ინსტრუმენტი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ ინსტრუმენტზე ძირითადად ვისწავლე დაკვრა. ესე იგი ეს გრიფი მე ყველაზე უფრო შესწავლილი მაქვს და რაღაც ჩვენ ხელებისთვის არის ასე ვთქვათ განკუთვნილი. გეწინააღმდეგება, გესაუბრება, ზოგჯერ გეთანხმება, ზოგჯერ არ გეთანხმება და მთელი პროცესია. ეს ინსტრუმენტი ამერიკაში ჩავდიოდი, ძალიან რთული პროცესია ამის ტარება, რაცა ცალკე ბილეთი უნდა, ამის ტარება საერთოდ ხო ფიზიკურად ცოტა რთული პროცესია და დატოვებული მქონდა იქ მეგობართან, ჩავიდოდი ინსტრუმენტი მქონდა იქ. ესე მოხდა რომ აღარებობის დროს ვეღარ წავედი. ინსტრუმენტი იქ არის, მე აქ კი მაქვს მეორე ინსტრუმენტი, მაგრამ ეს გინდა, იმიტომ რომ ამაზე უფრო შეჩეული ხარ და თამამად ხარ. გავიდა კარგი ხანი და მე ერთად შემომოსწავლე, ჩამომიტანა, გასტროლი ჰქონდა, გერმანიაში სწავლობს ეს კონცერტი და გასტროლი ჰქონდა და იმან სულ არ მოველოდი ისეთმა პიროვნებამ ჩამომიტანა. გარკვეულწილად დიდი დისკომფორტი ამის თრევა. სიცილი გამიშრო მე, მაგრამ რა სიზა? როცა გიყვარს საქმე, რაღაც კომპრომისები უნდა წახვიდე. სახელს ხომ არ ეძახით რამოს? როზიტა. როზიტა დაარქვის ამას. აი ამ კვაცბილმა დაარქვა როზიტა. იმიტომ რომ ესე იგი მე ქალბატონები არ ვიტარებია ხელით, იმდენჯერ რამდენიც ამას ვატარებთ. მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ამერიკას უკავშირდება. ქართველი მუსიკოსი კარგად მიიღეს იქ, სადაც ჯაზი დაიბადა. თამაზ ყურაშვილს უსმენდნენ არაერთ ცნობილ კლუბში, მათ შორის Blue Note-ში. თვლის, რომ ჯაზის ნებისმიერი მიმდევრისთვის ნიუ-იორკის სკოლის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იქ არის შესაძლებელი ჯაზისთვის დამახასიათებელი დინამიკის ათვისება. პიანისტთან მუშაობდი, ნიუ-იორკელი ბრუკლინელი მუსიკოსი იყო, ნეგრი. არ ვიცოდი ხა რა უნდა და თავის რეპერტუარი ქონდა მას და ამ რეპერტუარს არც რეპეტიციის საშუალება გვაქვს, არაფერი, ცოტა ადრე ხვალ გადახედავდა. რაღაც ისეთი კვანტების დადება უყვარდა, არ გაგაფრთხილებდა ისეთ მოდულაციას გააკეთა და თავისებური ტიპი იყო. ეხლა ვაკვირდები ამ ტიპს, ტიპიური ბრუკლინელი ზანგი. ვიღაც ტიპები მოდიან ამასთან, მუსიკოსები, ეს გაიყვანს რაღაცა ხედა ფულს აძლევს რაღაცა, მე ფიქრობ რა ხდება ეს, რას რითი ვაჭრობს, რა პროცესია, ცოტა ეთუ შევეპარაკოთ ან ცენტრალურ Blue Note-ში მუშაობდით იმ პროცესში, პერიოდში. თორმე გაკვეთილებს ყიდის. ერთ გვერდიან გაკვეთის $25, $30, ისეთი მომზადება ქონდა ამთვის. რომ თავის გაკვეთილებს მოდიოდნენ და იცოდნენ ეს პიანისტი აქ მუშაობს ამ დღეებში და საშუალება იყო მისულიყო და ეღიდა ამის გაკვეთილი. სხვების მსგავსად თამაზ ყურაშვილი თვლის, რომ ჯაზი საქართველოში თავს არც თუ კომფორტულად გრძნობს, რადგან ამ მუსიკას პროპაგანდაც აკლია და ჯაზ კლუბების მსგავსი სივრცეებიც. ამიტომაც თავად აპირებს თბილისში კლუბის გახსნას, რომელსაც კონკრეტული მიმართულება ექნება და რომელშიც ქართველებთან ერთად ცნობილი დასავლელი მუსიკოსებიც ხშირად გამოვლენ. ამისთვის აუცილებელი კონტაქტები კი თამაზ ყურაშვილის ანგარიშზე საჭიროზე მრავლადაა. მანამდე კი მეგობრებთან ერთად ერთგვარ მოსამზადებელ რეპეტიციებს სახლში გადის. თვეში ერთხელ საშუალება ჰქონდეს ვინმე ჩამოიყვანო სხვა ქვეყნებიდან, სხვა ქალაქებიდან. და ეს დინამიკაში იყოს. აი ეს მოსკოვში მაგალითად ბუტმანმა ჩემმა მეგობარმა მოახერხა. და ჩამოყავს ხო თვეში, ორ თვეში ერთხელ ხან ამერიკიდან, ხან ევროპაში ვინმე ჩამოვა მოსკოვში ხო სიამოვნებით ჩამოვიდა. აი მასთან მაქვს ურთიერთობა და მე თუ კლუბი მექნება რა. მე ალბათ ეს დინამიკა აქაც დაენერგება, ვინაიდან აუცილებელია ეს გაცნობა, ნახვა ცოცხლად როგორ ხდება ეს პროცესი. მარტო მოყოლით და მოსმენით ცოტა რთულია.